არალეგიტიმური ერთპარტიული პარლამენტი, de facto ხელისუფალო, გაყალბებული არჩევნები, ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, დამკვირვებლების შევიწროვება, უპრეცედენტო ძალადობა მშვიდობიან დემონსტრანტებზე, de facto ხელისუფალთა სისტემური ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, მათ შორის საკანონმდებლო შეზღუდვებისა და ფიზიკური ძალადობის სახით გამომძალველი ჯარიმები. პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი სამართლიანი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში. პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა იქნან გათავისუფლებულები, მზია ამაღლობელი დაკავებულია გამოგონილი ბრალდებით. არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს ელის და რომ გარდა ამისა თვითგამოცხადებული ხელისუფლება მსგავს მონაწილეობას ახალი სტატუს კოს აღიარებად გამოიყენებს. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არ არის კოალიციის სიტყვები, ეს არ არის ოპოზიციური პარტიების სიტყვები, ეს არ არის რუსთაველზე მდგომი ადამიანების სიტყვები, ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა, როგორც შეფასებაზე ვითარების, ასევე ამ ვითარებიდან გამოსავალზე. ევროპარლამენტმა მიიღო ორწლიანი შეფასების უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ვერდიქტი დაუსვა როგორც ქართულ ოცნებას, ასევე უდიდესი მხარდაჭერა და პრაქტიკულად უდიდესი პატივისცემა გამოხატა ყველა იმ პოზიციის შეგრძნების აზრის მიმართ, რომელიც ისმის რუსთაველზე და ჩვენ ამ დიდ პროევროპულ, პროქართულ ბრძოლაში. აქვე ამ რეზოლუციაში საუბარია კონკრეტულ სადამსჯელო გადაწყვეტილებებზე, საკმაოდ მტკივნეულზე ქართული ოცნების მიმართ და ევროპა გამოხატავს მზაობას მოქმედებისთვის. ამიტომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული, ეროვნული, საერთო ეროვნული ბრძოლის და ყველა ადამიანი, რომელიც იბრძვის, იქნება ეხა დღეს ციხეში და საყრდიდან გვიყურებს თუ რუსთაველზე, თუ ნებისმიერად თუ სასამართლოს ეზოში. უნდა იცოდეს, რომ ყველა თქვენ მოქმედებას აქვს უდიდესი აზრი, იმიტომ რომ ის ესმის სოფლიოში, ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს. დიდი მადლობა.